მუცლის ზედანაძილში ტკივილს უჩივით, განსაკუთრებით საკვების მიღების შემდეგ, ან შიმშილის დროს. თუ ტკივილი ღამით გაწუხებთ, რომელსაც თან ახლავს წვა, გუძმანა ან შეფერილობა. ეს სიმპტომები შესაძლებელია მიუთითებდეს კუჭის და 12 კუჭანაწლავის ყველგან დაავადებებზე. წყლური კუჭის და 12 კუჭანაწლავის კედლის ღრმად დაზიანება, რომლის დროსაც ზიანდება არ მხოლოდ ზედაპირული გარსი, არამედ მისი ღრმა შრეებიც. ბაქტერია ჰელიკოპილორი კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანების და ანთებითი პროცესის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, ასპირინი, კეტოპროფენი, იბუპროფენი, ისინი თქმულავენ კუჭის დამცავი ნივთიერებების პროსტაგლანდინების გამოყოფას. ამის შედეგად ირღვევა კუჭის ლორწოვანი გარსის მთლიანობა და კუჭის კედელი მჟავას აგრესიული ზემოქმედების მიმართ დაუცველი რჩება. თამბაქოს მოხმარება აფერხებს ლორწოვანი გარსის აღდგენას და ზრდის ისეთი გართულებების რისკს, როგორიც არის წყურის პერფორაცია და სისხლდენა. ალკოჰოლის ჭარბი მიღება აზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და ზრდის სისხლდენის განვითარების ალბათობას. კუჭის მომეტებული მჟავიანობა წყურის განვითარების ერთ-ერთი ხელშეწყობილი ფაქტორი. დიდი საპნოე, ძილში სუნთქვის გაძლიერება, ზრდის წყლოვანი დაავადების გართულების, სისხლდენის განვითარების და დაავადების რეციდივის განმეორების რისკს. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ხილი, ბოსტნეული და ბოჭკოვანი საკვები ამცირებს წყურის განვითარების რისკს. გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, ცხარე, მწარე, მჟავე საკვები და სანენებლები პეპტიური წყულს არ იწვევს და არც დაავადების რეციდივის მიზეზს წარმოადგენს. მათ მხოლოდ უკვე დაზიანებული ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და სიმპტომების დროებითი გამწვავება შეუძლია, რაც ტკივილით და დისკომფორტის გაძლიერებით ვლინდება. თუ მსგავსი სიმპტომები გაწუხებთ, ავერსის კლინიკაში შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია გასტროენტეროლოგთან, ჩაიტაროთ კვლევები ბაქტერია ჰელიკოპილორის გამოსავლენად. საჭიროების შემთხვევაში ენდოსკოპიური კვლევა გასტროსკოპია. ყველა საჭირო სერვისი ერთ სივრცეშია ხელმისაწვდომი, რაც დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.